31 დეკემბერს ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქცია კონცერტი გაიმართება. უწყვეტი პროევროპული პროტესტის მეოთხასე დღეს მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 23 საათზე შეიკრიბებიან. პირველ სკოლასთან საახალწლო პროგრამა სწორედ ამ დროიდან დაიწყება, სადაც შეკრებილები პოლიტპატიმრების გზავნილებს მოისმენენ და წინააღმდეგობაში მყოფი ხელოვანების კონცერტს დაესწრებიან. ჩემი თანადგომა რეჟიმის წევს პოლიტპატიმრებს ჩვენ კვლავ 31-ში რუსთაველზე ერთად ხვდებით. ჩვენ ახალწელს კვლავ რუსთაველზე ხვდებით და სხვანაირად ვერ წარმომედგინა, ანუ ჩემი ყველა გზა ეს ბოლო 2 წელია მე მგონი რუსთაველზე მოდის და სულ მანამდე სულ რუსთაველზე ვიქნებით, სანამ ჩვენ სინდისის პატიმრებთან ერთად არ შევხვდებით ერთხელაც რუსთაველზე ახალწელს და ეს იქნება ყველაზე დიდი და ბედნიერი ახალი წელი. ჩვენ ახალწელს კვლავ რუსთაველზე ხვდებით და ახალი წელი არის დღესასწაული ამ ერთობის ყველაზე უკეთესი ადგილი საქართველოში არის რუსთაველი და გელოდებით ყველას. ჩვენ ახალწელს კვლავ ერთად ხვდებით. ერთად ყოფნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ, ვიცოცხლოთ და გავიმარჯვოთ. ჩვენ ახალწელს ხვდებით რუსთაველზე. იმიტომ რუსთაველი უახლოეს საქართველოს ისტორიაში იყო საქართველოს მომავლესათვის ბრძოლის კერა და ეს კერა ყველა ჩვენთაგანმა უნდა შევინარჩუნოთ, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება თავის ადგილს განვითარებული მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად. წელს საზოგადოება კვლავ რუსთაველზე ხვდება ახალ წელს და მეც აქ ვიქნები, იმიტომ რომ რუსთაველზე იქნება მხიარულება, არის არაჩვეულებრივი ხალხი, იქნება მუსიკა, საჩუქრების გაცვლა, ახალი წლის მილოცვა და ეს ის ხალხია, ვინც აი ბოლო 1 წლის განმავლობაში დამეგობრდა ერთმანეთთან, ვინც ერთმანეთს ყველა შეეძლო სიტუაციაში უცხადებს სოლიდარობას, ვინც ეხმარება ერთმანეთს იმაში, რომ საქართველოს გახდეს უკეთესი და აი ეს უნდა აღვნიშნოთ წელს. ჩვენ ბევრი გამარჯვება გვქონდა წელს და ეს გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ შემდეგ წელსაც. ჩვენ ახალ წელს კვლავ რუსთაველზე ხვდებით, იმიტომ რომ ეს წელი ნამდვილად იყო ბრძოლის წელი, ახალი წელი პროტესტის მეოთხასე დღეა და ჩვენ ყველა ერთად უნდა შევხვდეთ. რა თქმა უნდა, მე აქ ვიქნები ჩემ დიდ ოჯახთან ერთად და გელოდებით ყველას. ჩვენ ახალ წელს კვლავ რუსთაველზე ხვდებით. იმისათვის, რომ 2026 წელს საქართველო დაუბრუნდეს თავის ისტორიულად მნიშვნელოვან ევროპულ გზას. ჩვენ ახალ წელს კვლავ რუსთაველზე ხვდებით. ძალა ერთობაშია. ახალი წლის ღამესაც უწყვეტი პროევროპული პროტესტის მოთხოვნები უცვლელი იქნება. გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები.